რამდენიმე ყველაზე მეტად გავრცელებულ მოსაზრებას გაგაცნობთ სარკეებთან დაკავშირებით. თუ რაიმე თქვენს გაგიგიათ, კომენტარის სახით გაგვიზიარეთ. სარკეები ჰალუცინაციებს იწვევენ. როცა თქვენ სარკეში იხედებით, შეიძლება შეგექმნათ უცნაური ილუზია. თავად შეგიძლიათ ასეთი ექსპერიმენტი ჩაატაროთ. დაჯექით ბლენ ოთახში სარკის წინ, მისგან 1 მეტრის დაშორებით და პირდაპირ სარკეში იყურეთ 10 წუთი. ოთახში უნდა იყოს სრული სიბნელე, რომ მარტო თქვენი გამოსახულების დანახვა შეძლოთ. თავიდან შეამჩნევთ, რომ სარკეში თქვენი გამოსახულება დამახინჯდება. ის გამუდმებით იცვლება და ნიღაბს დაემსგავსება. მოგეჩვენებათ, რომ გამოსახულება თქვენ არ გეკუთვნით. მეცნიერები თვლიან, რომ ეს მეთოდი საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება. ფსიქოლოგები კი მიიჩნევენ, რომ ეს შიზოფრენიის მკურნალობის საუცხო მეთოდია. სარკეები მთვარეზე. დედამიწი და მთვარემდე დაახლოებით 384,000 კილომეტრია და ეს ცნობილი გახდა სწორედ სარკეების საშუალებით. პროგრამა აპოლოს ასტრონავტებმა მთვარეზე დააყენეს კუთხოვანი ამრეკლი. ესაა განსაკუთრებული ტიპის სარკეები, რომლებიც აირეკლამენ ლაზერის სხივებს, იმავე მიმართულებით, საიდანაც ისინი დაეცნენ სარკეს. ეს ლაზერის სხივები მთვარეზე იგზავნება დედამიწაზე მდებარე უზარმაზარი ტელესკოპებიდან. ამრეკლები მას ირეკლამენ და ეს საშუალებას აძლევს მეცნიერებს გამოთვალონ მთვარედან დედამიწამდე მანძილი 3 სანტიმეტრის ცდომილებით. სარკეები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ. ის, რომ სარკე თქვენ სახეს შებრუნებულად აჩვენებს, ეს მითია. ის, რასაც თქვენ ხედავთ მარცხენა მხარე თქვენი სახისა, სარკის მარცხენა ნაწილში ჩანს და სახის მარჯვენა მხარე სარკის მარჯვენა ნაწილში. მაგრამ არსებობენ არარევერსული, ანუ მართალი სარკეები. ისინი საშუალებას აძლევენ ადამიანს დაინახოს სარკეში თავის თავი, ისეთი, როგორც სხვა ადამიანები ხედავენ მას. პირველ რიგში ასეთი სარკეები გამოიყენება მაკიაჟის გასაკეთებლად. მართალი სარკე შეიძლება გააკეთოთ სახლის პირობებშიც. უბრალოდ დადგით ორი სარკე ერთმანეთისგან პერპენდიკულარულად და კომბინირებულად. შეხედეთ თქვენს გამოსახულებას. მართალი სარკე თქვენ მოგცემთ თქვენს 3D გამოსახულებას, რომელიც ისევე მოძრაობს, როგორც თქვენ და ის ბრტყელი არაა, როგორც ეს ჩვეულებრივ სარკეში ჩანს. ახლა კი ცოტა ესთეტიურ და დეკორატიულ საკითხსაც ვიტყვი ორიოდე სიტყვას, რაც ამავე დროს მისტიკასაც უკავშირდება. სად არის მიზანშეწონილი სარკის დაგიდება ან დადგმა და უნდა იყოს თუ არა ბევრი სარკე სახლში, რაც გვირჩევენ მისტიკოსები. ახლა სარკე არა მარტო საჭირო ნივთი, არამედ ინტერიერის ნაწილია. სარკის დაგიდება ყველგან შეიძლება. პირველ რიგში ისინი ისე უნდა ეკიდოს, რომ დაინახოთ გარკვეული სივრცე თქვენი თავის ზევით. სხვათა შორის ყველაზე კარგი ეფექტი მრგვალ და ოვალურ ფორმებს აქვთ. არ არის საჭირო ერთმანეთის პირდაპირ სარკეების დაკიდება.